ძალიან მნიშვნელოვანი თემა შევარჩიეთ დღეს გადაცემაში სასაუბროთ. ეს არის თემა, რომელიც პოტენციურად შეიძლება ყველა მომავალ დედას ეხებოდეს. მედიცინაში დღენაკულად ითვლება ბავშვი, რომელიც ორსულობის 37 კვირამდე იბადება. ასე დროს ახალშობილის ორგანიზმი ხშირად ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის, ამიტომ ბევრ მათგანს სიცოცხლის პირველივე დღეებში განსაკუთრებული სამედიცინო დახმარება და ხშირ შემთხვევაში რეანიმაციული მეთვალყურეობა სჭირდება ხოლმე. ზოგ შემთხვევაში კი ეს საჭიროება არადღენაკულ ბავშვებსაც აქვთ. დღენაკული ბავშვების დაბადება ოჯახისთვის დიდი ემოციური გამოწვევაა, თუმცა თანამედროვე ნეონატოლოგია დღეს უკვე მნიშვნელოვან შედეგებს აღწევს. თანამედროვე ტექნოლოგიებისა და პროფესიონალი ექიმების დახმარებით სულ უფრო მეტი პატარა ახერხებს ჯანმრთელად განვითარებას და სრულფასოვანი ცხოვრების გაგრძელებას. საქართველოშიც ბოლო წლებში მნიშვნელოვნად განვითარდა ნეონატოლოგიური სერვისები. ამ პროცესში განსაკუთრებული როლი აქვს ორგანიზაციას გადაარჩინე პატარა სიცოცხლე, რომელიც ქართველმა და გერმანელმა ნეონატოლოგებმა დააარსეს. ორგანიზაციის მიზანია თანამედროვე საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, სამედიცინო პერსონალის პროფესიული განვითარება და მშობლების ცნობიერების ამაღლება. საქართველოში ყოველწლიურად ორგანიზაცია ატარებს საერთაშორისო კონფერენციებს და ვორქშოპებს, სადაც ქართველი და უცხოელი სპეციალისტები თანამედროვე მიდგომებს და კლინიკურ გამოცდილებას ერთმანეთს უზიარებენ და რა თქმა უნდა მშობლებს. დღევანდელ გადაცემაში სწორედ ამ თემაზე გვინდა ვისაუბროთ, რა გამოწვევების წინაშე დგანან დღენაკული ბავშვების მშობლები და არა მარტო იმ მშობლების, რომელთა შვილებიც დაბადებიდან რამდენიმე დღეში და ხშირად იმ დღესვე რეანიმაციაში ხვდებიან ხოლმე. რამდენად მნიშვნელოვანია დროული მხარდაჭერა და რატომ არის აუცილებელი საზოგადოებაში ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლება. ჩვენ სტუმრებთან ერთად გვინდა გავაგრძელოთ თემაზე საუბარი. წარმოგიდგენთ თიკო ქურდაძე, ორგანიზაცია გადაარჩინე პატარა სიცოცხლეს დამფუძნებელი და ჟორდანიას სახელობის სამედიცინო ცენტრის ექიმი, ასევე ნინო ზურაბიანი, რომელიც ამავე ორგანიზაციას წარმოადგენს და ბერლინის შარიტეს საუნივერსიტეტო კლინიკას, ხატია წენგუაშვილი და ანა მდივანი, ჩვენი კოლეგა, ჟურნალისტი და თანმშობლები. ძალიან დიდი მადლობა, რომ ჩვენთან ხართ და ჩვენ აბსოლუტურად ვიაზრებთ და გვესმის, რომ შეიძლება არც არის ამაზე საუბარი მარტივი, იმიტომ რომ ეს ყველაფერი რეალურად ძალიან რთულ გზას მოიცავს. როდესაც ადამიანები გეგმავენ ორსულობას, ან აპირებენ, რომ გახდნენ მშობლები, ალბათ არავინ უშვებს საწყის ეტაპზე, რომ შეიძლება ამ ფაქტის წინაშე აღმოჩნდნენ. ამიტომ სანამ სამედიცინო მიმართულებით ვისაუბრეთ, რატომ არის მნიშვნელოვანი ექიმების პროფესიონალიზმი და დროული ჩართულობა, მანამდე მშობლებთან გვინდა. ანა, შენით უნდა დავიწყოთ, იმიტომ რომ ხო ძალიან გვიყვარს შენი პატარა ყველაფერთან ერთად თან, მაგრამ ვიცით, რომ იყო რთული გზა. აი, როგორი არის პირველი რეაქცია მშობლისთვის ამ დროს? ჩემ შემთხვევაში მე საერთოდ არ ვიყავი მზად ამ ყველაფრისთვის, რა თქმა უნდა, ვემზადებოდი მშობიარობისთვის, მაგრამ ველოდებოდი ბავშვის გაჩენას ოქტომბრის ბოლოს, თუმცა ეს ყველაფერი მოხდა ივლისის დასაწყისში. რა თქმა უნდა, არანაირი ინფორმაცია არ მქონდა, ალბათ ჩემი პრობლემა არის ესეც, რომ არ ვიცოდი საერთოდ დღენაკული ბავშვების შესახებ და ძალიან მწუხვარ, არ ვიცოდი ისიც, რომ ასეთი პატარა ბავშვები ზოგადად იბადებიან და რა თქმა უნდა, არ მქონდა არანაირი ინფორმაცია და როდესაც მშობელს არ გაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შეიძლება ნაადრევად დაგეწყოს მშობიარობა, რამდენად დიდი რისკებია ნაადრევად დაბადებული ბავშვის გადარჩენა. ასე იყო ჩემ შემთხვევაშიც. გაჩნდა დემეტრე 2 ივლისს 2025 წლის და დაიწყო ძალიან მძიმე პერიოდი ჩვენთვის. პირველი 3 თვე იყო განსაკუთრებით მძიმე. მან გაატარა რეანიმაციაში, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ეს 3 თვე. პირველი 3 თვე იყო მართვით სუნთქვაზე, რადგან 650 გრამი დაიბადა 23 კვირაზე და ეს არის ძალიან დაბალი გესტაცია და რა თქმა უნდა გადარჩენის შანსები იყო მინიმალური, თუმცა ყველგან ვამბობდა აუცილებლად აქაც უნდა აღვნიშნო ის პროფესიონალი გუნდი, რომლებმაც მართეს დემეტრეს მდგომარეობა. შორენა ჭანკვეტაძე არის ამ განყოფილების ხელმძღვანელი, უაღრესად პროფესიონალი გუნდი ექიმების, ექთნების, რომლებმაც შეძლეს და დემეტრე მოიყვანეს. 5 თვე ვიყავით ჩვენ რეანიმაციაში და 5 თვის შემდეგ შევძელი მისი სახლში წამოყვანა.
ხო, ეს რეანიმაციის პერიოდი არის ალბათ გადამწყვეტი ხშირ შემთხვევაში და ექიმები სწორედ ამ პერიოდში ცდილობენ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები მოახერხონ ბავშვის განვითარებაში. ვიცით, რომ ასეთი პრობლემები ემართებათ ბავშვებს, რომლებიც დაიბადებიან 38 კვირაზე, თქვათ, არ არიან თხენაკურლები, მაგრამ მაინც უწევთ რეანიმაციაში გაატარონ რაღაც პერიოდი. ხო, თქვენ შემთხვევაში ასე იყო, როგორც ვიცი. ჩემ შემთხვევაში ზუსტად ასე მოხდა. მეც ველოდებოდი, რომ ძალიან ბედნიერად წამოვიდოდი სამშობლოდან სახლში, მაგრამ მეორე დღეს მითხრეს, რომ მას ჰქონდა პრობლემები და გადაიყვანეს ინტენსიურში, ბავშვთა ინტენსიურში. მე მომიწია სახლში წამოსვლა, ჩემი შვილი დარჩა იქ, მე მოგვიწია უკვე სხვა კლინიკაში გადასვლა, იმიტომ რომ მას სჭირდებოდა ქირურგიული ჩარევა. 2 თვე ნახევარი გაატარა მანუ ჩემოთ იქ. და ეს პერიოდი იყო ალბათ ყველაზე მძიმე ჩემს ცხოვრებაში, იმიტომ რომ მე ვთვლი, რომ ასეთ დროს მასაც ჭირდებოდა დედა გვერდით და მეც მჭირდებოდა, რომ ყოფილიყავი მასთან. ხო, როგორია ეს პერიოდი, როდესაც ბავშვს ტოვებ რეანიმაციაში და გიწევს, რომ წამოხვიდე მარტო სახლს? ძალიან რთული, მახსოვს ის მომენტი, როცა მე სამშობიარო დავტოვე და მოვდიოდი მარტო. და ჩემი შვილი იქ რჩებოდა. ეს იყო ყველაზე მძიმე ალბათ, რაც გამოვიარე. და ყველაზე რთული ეს 2 თვე ნახევარი, რაც გავატარეთ ჩვენ, იყო ის, რომ ხან შემეძლო მენახა, ხან ვერ ვნახულობდი, არის, ყოველდღურად მიღების დროები, მაგრამ სამწუხაროდ ვერ ვახერხებდით ყოველდღე. ჩემი პრობლემიდან გამომდინარე, არა, მე მივდიოდი, მაგრამ ხან იყო რაღაც მიზეზი, ვერ შევდიოდი, ხან მარტო 5 წუთი და ესე შეიძლება შორიდან შემეხედა. ყველაზე მეტად ალბათ ღამე მწულდა ამ პერიოდის განმავლობაში, იმიტომ რომ როცა ღამდებოდა და წარმოვიდგენდი, რომ ის იყო სადღაც იქ და მე ვიყავით სახლში, ეს იყო ყველაზე მძიმე. ხო, ჩემ შემთხვევაშიც ზუსტად ასე იყო. ჩვენ 5 თვის განმავლობაში ვიყავით, როგორც აღნიშნე, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. მე თქვენგან განსხვავებით კიდევ კარგი მქონდა იმის უფლება, რომ მთელი დღის განმავლობაში, ღამე ვერ ვრჩებოდი, მაგრამ ყოველ დღე 5 თვის განმავლობაში დილას ადრე მივიდოდი და საღამომდე იქამდე ვიდრე შეგვეძლო რეანიმაციაში ყოფნა, იქ ვრჩებოდი. ღამე იყო ძალიან ცუდი, ერთი იმიტომ რომ შენი შვილი შენთან ერთად არ არის და შენ ვერ უვლი და მეორე არიცი მეორე დღეს რა დაგხვდება, რა სურათი დაგხვდება. ჩვენი სიტუაციიდან გამომდინარე დემეტრე იმდენად მძიმე იყო, რომ ყოველ დღე მეშინოდა მე რეანიმაციაში შესვლა. ერთხელ მოვყევი ეს ამბავი და კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო, რომ უცხო ნომერი როცა გვირეკავდა ხოლმე მე და ჩემს მეუღლეს ტელეფონზე, ყოველთვის მეგონა, რომ აი ეხლა რეკავენ კლინიკიდან, ექიმი რეკავს, რაღაც მოხდა და ეს 5 თვე პირველი 3 თვე განსაკუთრებით იყო ყველაზე დაძაბული მომენტი, მაგრამ ღმერთის წყალობით და ექიმების დახმარებით გადალახა დემეტრემ ყველაფერი და ხო, საინტერესოა, გაუგზავნებთ აუცილებლად საუბარს. ასეთი ბავშვებისთვის რამდენად არის აუცილებელი განსაკუთრებული ზრუნვა, განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა, თუმცა საინტერესოა გავიგოთ საერთაშორისო გამოცდილება. ვიცოდეთ, ვის უნდა მივაკითხოთ, ან ვინ უნდა იყოს პასუხისმგებლობა, რომ ასეთი ტიპის ინფორმაციები გქონდეთ ადამიანებს, რომლებიც დაგეგმავენ მშობიარობას, ან ამ ფაქტის წინაშე რომ აღმოჩნდებიან, მათთვის არ აღმოჩნდეს, თქვათ, ეს რაღაც აფექტურ მდგომარეობაში არ ჩავარდნენ, ხო? ეს ორგანიზაცია სწორედ ემსახურება ამას, რომ ეს საერთაშორისო გამოცდილება, რომელიც არსებობს და ეს არ არის, თქვათ, ახალი ამბავი, ნოემბერში აღინიშნება დღენაკულ ბავშვთა დღეც და 17 ნოემბერს მსოფლიოში ამაზე ხმამაღლა საუბრობენ და არც ტაბუდადებული არ არის ეს თემა. რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ამაში იყვნენ ჩართულები ექიმები, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლები, რომ ეს ინფორმაცია იყოს ხელმისაწვდომი პირველ რიგში. მოგესალმებით. მოგესალმებით. ბოდიში, მგონი ერთი შენიშვნა შევიტანოთ. მე გახლავართ ნინო ზურებიანი და ქალბატონი თიკო ქურდაძე გახლავთ. მე გახლავართ ნინო ზურებიანი, რომელიც ბერლინის შარიტეს საუნივერსიტეტო კლინიკის ნეონატოლოგი გახლავართ და თინათინ ქურდაძე, რომელიც საქართველოში მოღვაწე ნეონატოლოგი გახლავთ და ჩვენ გავერთიანდით ზუსტად ამ მიზნით ქართულ-გერმანული ორგანიზაცია არის ეს ჩვენი ორგანიზაცია და ზუსტად ეს არის მიზანი ამ ჩვენი ორგანიზაციის, რომ საერთაშორისო ცოდნა და გამოცდილება ჩამოვიტანოთ და გავუზიაროთ ჩვენს კოლეგებს და დღეს ზუსტად ამიტომ საუბრობთ ჩვენს მშობლებთან ერთად ხმამაღლა ზუსტად იმ თემებზე და იმ პრობლემებზე და საკითხებზე, რომელიც ნამდვილად არის პრობლემა. ეს ამაზე უნდა მოხდეს საუბარი, რომ თითოეულმა ჩვენგანმა, ჩვენ როგორც ნეონატოლოგები, ჩვენ როგორც ექიმებმა ვიცოდეთ მეორე მხარე და გავიაზროთ და გავიზიაროთ და მომავალში შევცვალოთ ის დამოკიდებულება, ის პატარა ნაბიჯები გადავდგათ წინ, რომ შემდგომში სხვა მშობლები, რომლებსაც ეყოლებათ ასევე დროული თუ ნაადრევი ახალშობილი, იგივე პრობლემების წინ
წინაშე არ აღმოჩნდნენ. მე როგორც გერმანიაში მოღვაწე ექიმა, მე იქ ჩემი უფროსი ექიმებისგან და პირადად პროფესორი ბიურერისგან, რომელიც მოვიწევთ, პროფესორი ბიურერი გახლავთ ნეონატოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი. მე ამ ადამიანისგან პირველი რაც ვისწავლე ეს არის, რომ ნეონატოლოგიაში განსაკუთრებით იქ, სადაც ჩვენ შეხება გვაქვს პატარა ბავშვებთან, ჩვენს დღენაკულ ახალშობილებთან, სადაც მშობლებს უწევთ, რა თქმა უნდა, ჩვენთან ერთად ყოფნა და ამ ერთ გუნდში ყოფნა, იქ ჩვენ ვართ ექიმები, ექთნები და მშობლები ერთი გუნდი, რადგან ჩვენ ყველანი ვცდილობთ და ვართ ყველანი, ასე ვთქვათ, სადარაჯოზე ჩვენი პატარა პაციენტების თითოეულ წამიერ რაღაც ცვლილებებზე. თუ ეს ცვლილებები ხდება იქ როგორც ექიმი, ასევე ექთანი, ჩვენ რა თქმა უნდა 24 საათის განმავლობაში ვართ კლინიკაში და ასევე მშობლებს თვითონ ჩვენთან შარიტეს საუნივერსიტეტო კლინიკაში და გერმანიის ყველა კლინიკაში უფლება აქვთ 24 საათის განმავლობაში მოვიდნენ და იყვნენ პატარასთან. ძალიან დიდი ყურადღება ექცევა ამ ყველაფერს, აუცილებელი არის თუ მშობელი არ მოდის კლინიკაში, ჩვენ პირიქით ვურეკავთ, იქ არსებობს ესეთი სოციალური სამსახურიც, ასევე ვიცით აბსოლუტურად ყველა მშობლის ოჯახური სიტუაცია, ვიცით როგორ უნდა ვესაუბროთ, რა პრობლემებთან გვაქვს შეხება. განვიხილავთ კვირაში ერთხელ ექიმები, ექთნები, სოციალური თანამშრომლები ხვდებით ერთმანეთს და განვიხილავთ ამა თუ იმ ოჯახის პრობლემას და ვუყურებთ როგორი კუთხით შეიძლება ვისაუბროთ მშობელთან, რომ თუ არ მოდის, იქნება რამენაირად სხვანაირად დავეხმაროთ. თუ კლინიკისგან შორს ცხოვრობს, აქვს კლინიკას იმის შესაძლებლობა, რომ არის პატარა სასტუმრო, სადაც ოთახს ვაძლევთ კლინიკა უზრუნველყოფს. ძალიან ბევრი არის, რა თქმა უნდა. აქვს რესურსი, რომ მოვიდეს შვილთან. კი, რა თქმა უნდა, არის ის, რომ მშობელი ცხოვრობს კლინიკისგან შორს, იმიტომ რომ გერმანია მოგეხსენებათ საკმაოდ დიდი ქვეყანა არის და არა მხოლოდ გერმანია, არამედ საერთაშორისო პაციენტებზე არის საუბარი. ჩვენ გვაქვს ის ასევე კვიპროსიდან, ასევე საქართველოს, ასევე სხვადასხვა ქვეყნები. ეხლა ცოტა ხნის წინაც ვყავდით ჩვენი ქართველი პატარა პაციენტი 25 პლუს 2 კვირის, 490 გრამი, რომელსაც ეს მშობელიც ამ მშობელს ძალიან დიდი დახმარება დასჭირდა ჩვენი სოციალური სამსახურის იმისთვის, რომ ბინა მიეღო, იმისთვის, რომ იქ ყოფილიყო და ჩვენ მისი დახმარებისათვის, ასე ვთქვათ, აბსოლუტურად ყველა კუთხიდან ვუყურებდით ამ ყველაფერს და დავეხმარეთ ძალიან, მე პირადად დავეხმარე როგორც პატარა ბავშვის, ჩვენი პატარა უნდა ვთქვა სახელი მარიამი, იმიტომ რომ მაქვს უფლება მშობლისგან რომ მასზე ვისაუბრო, მე ვზრუნავდი, მე და ჩემი ექთნები ვზრუნავდით კლინიკაში მარიამის სწორ განვითარებაზე, თუ კი რაიმე პრობლემა იყო, ამის სადარაჯოზე ვიდაქით, თუმცა სოციალური სამსახური დაეხმარა იმისთვის, რომ მიიღოთ ბინა. მანამ ბინას მიიღებ და იყო კლინიკაში დარჩენის საშუალება. თვითონ ინკუბატორთან ახლოს იქვე, რომ სტაციონარში ნებისმიერ დროს მოვიდეს, იყოს მშვილთან, გამოიწველოს რძე, ნებისმიერ შეკითხვაზე გავცეთ პასუხი და ამ ყველაფერზე ნამდვილად დიდი ზრუნვა არის. და საქართველოში ალბათ ამ ტიპის შესაძლებლობები ალბათ არ არის ყველასთვის ხელმისაწვდომი. არ მაქვს ინფორმაცია და საინტერესოა რა ხდება ხო ამ ხელ. თუ შეიძლება დავამატებ ერთსაც და შემდგომ უკვე საქართველოზე თიკო ჩემზე გაცილებით კარგად ისაუბრებს, გერმანიაში ნამდვილად არის ეს, თუმცა წლების წინ ნამდვილად არ იყო ესე და ეს არის ცნობიერების შეცვლა და ზუსტად ეს არის მიზანი ჩვენ პროფესორ ბიურერთან და შარიტეს წამყვან პროფესორებთან ერთად ზუსტად ამიტომ ვაკეთებთ ამ კონფერენციებს, რომ მათთან ერთად ეს ცოდნა და გამოცდილება ჩამოვიდა გავაზიაროთ, იმიტომ რომ თუ გერმანიამ მოახდინა და შეძლო ამ ცნობიერების შეცვლა და დღეს მოვიდა აქამდე, რომ ეს არის და ექთანი, რომელსაც 30 წლის წინ არ უნდოდა, თუნდაც იგივე კენგურუქი არ უნდოდა, მშობელი ყოფილიყო, ნერვები ეშლებოდა, მოკლედ ამის წინააღმდეგ იყო, დღეს პირიქით ამ ექთნის ცნობიერება და ექიმის შეცვლილია და პირიქით ექთნები თვითონ ამბობენ, რომ იცი რა არ მოდის მშობელი და რატო არ მოდის, მოდი აი ხო ექიმი ხარ, ჩემი საუბარი აღარ ყოფნის, შეგიძლია შენ დაურეკო როგორც ექიმა. და იმდენად შეცვლილია ეს ცნობიერება, მაგრამ ამას რა თქმა უნდა წლებიდან ნაბიჯები დასჭირდა და ამიტომ ჩვენს ვამბობთ, რომ დღეს თუ არ არის, იქნება ხვალ და ზუსტად ამას ვემსახურებით და ამას ემსახურებს ხმამაღლა საუბარი ამ პრობლემებზე, რომ დღეს ის რაც დღეს არ არის, მომავალში შეიცვალოს და ეს წინ გადავდგათ ნაბიჯები. საქართველოსთან დაკავშირებით თიკოს შეუძლია ნამდვილად ჩემზე გაცილებით კარგად ისაუბროს. საქართველოში გამოწვევებით დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის, რომ ამ თემით დაინტერესდით. ზოგადად პედიატრიით ინტერესდებიან, რა თქმა უნდა, მაგრამ
ნეონატოლოგია ცოტა ნაკლებად და თვითონ ტერმინის მნიშვნელობაც ბევრმა არ იცის და სწორედ გოგონებმაც აღნიშნეს, რომ ფაქტიურად ეს ცოტა ბუნდოვანი საკითხი იყო. მოგეხსენებათ, რომ ზოგადად თანამედროვე ჯანდაცვის სისტემა მულტიდისციპლინურ დარგზე დგას და სწორედ ჩვენი ორგანიზაციის მიზანი ეს არის, რომ გავაერთიანოთ ეს სამი რგოლი, ექიმი, ექთანი და მშობელი, რომ ცნობიერება იყოს ამაღლებული, წინასწარ მომზადებული იყოს მომავალი მშობელი და არ დადგეს ფაქტის წინაშე და არ იყოს ეს უფრო მეტად სტრესული. რა თქმა უნდა, მომზადებული მშობელი უფრო მეტად ადეკვატურია, ჩვენც უფრო მეტად გვეხმარება, ნაკლებ სტრესს იღებს და იცის რა და როგორ მოხდება, რისი მოლოდინი ქონდეს და ასე შემდეგ. რაც შეეხება დღევანდელობას, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ეს პრობლემა ზოგადად აქტუალურია, რა თქმა უნდა და სწორედ ამიტომ დავიწყეთ ხმამაღლა ამაზე საუბარი. მინდა აღვნიშნო, რომ არც ისე შორს ვართ და ამაში დამერწმუნებიან მშობლებიც, რომ ჩვენ ბევრი ცვლილება გვაქვს დადებითისკენ, თუნდაც ის პერიოდი რომ ავიღოთ, მე როდესაც დავიწყე სწავლა და უკვე შევდექი როგორც დამოუკიდებელი ექიმი, ძალიან დიდი ცვლილება არის აი ამ მცირე დროში. ესე ვთქვათ, ნახტომი საკმაოდ დიდია. ნეონატოლოგიას გულისხმობ, ეს რა თქმა უნდა დამსახურება არის ჩვენი მენტორების და იმ ადამიანების, ვინც მანამდე ამ ნეონატოლოგიის დარგში მუშაობდნენ და მაგრამ გამოწვევები რა თქმა უნდა ძალიან ბევრია. აი, ცვლილებებია, რაც დაგეწიათ. დაგვეწია თუნდაც ინფრასტრუქტურა, თუნდაც განათლება, იგივე ღიად საუბარი მშობელთან, თუნდაც კენგურუქიარი, მე რომ დავიწყე სწავლა, კენგურუქიარი არ არსებობდა საქართველოს. ერთ-ერთი კენგურუქიარში რას გულისხმობ? ეს არის კანით-კანთან კონტაქტი, მარტივად რომ ავხსნათ, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი დაბადების და რა თქმა უნდა ბავშვის მდგომარეობას ექცევა, ყურადღება ძალიან კრიტიკულ პერიოდშიც შესაძლებელია, მაგრამ გარკვეულ პარამეტრებს ექცევა ყურადღება, დედა და ბავშვი ან მამა გარკვეული პერიოდი არიან კანით-კანთან კონტაქტი მიმდინარეობს, ერთად არიან და ეს ძალიან გვეხმარება გამოჯანმრთელად, იმიტომ რომ ბავშვი უფრო მშვიდად არის, დედა უფრო მშვიდად არის და ეს პროცესი უფრო კარგად მიმდინარეობს და ეს მტკიცებულებებზე დაფუძნებული ამას არ ვსაუბრობთ, მხოლოდ სიტყვებით ამის სტატისტიკა არსებობს და ეს არის დადასტურებული მტკიცებულებებით. შესაბამისად, თუნდაც ეს ელემენტარული რომ ავიღოთ, ეს რაც არის და კიდევ ბევრი ცვლილებები არის, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამით დასრულდა და გამოწვევები არ გვაქვს და სწორედ ჩვენი ორგანიზაციის მიზანიც არის ეს. რაც შეეხება დღევანდელობას, ნამდვილად ჩვენ ყველანი, იგივე კენგურუქიარი იქნება ნახვის საათებით და ასე შემდეგ, ვცდილობთ რომ შევცვალოთ, თუმცა სამწუხაროდ აი თქვენს შემთხვევაში აქ უფრო მეტად ინვაზიურ ჩარევაზე იყო საუბარი და ცოტა სპეციფიური არის. კი, შეიძლება რომ უფრო მეტად ყოფილიყო მშობლის ჩართულობა და ცალსახად უნდა ყოფილიყო. ისი რა საინტერესოა, რა გითხრეს? აი, ზუსტად თქვენი აზრის განვითარება მინდა ახლა. ხატია, როდესაც თქვენ სახლში წამოხვედით, ხო? როგორც თქვენი საუბრიდან მახსოვს, ამ ეთერში. ის სამშობიეროდან მე წამოვედი სახლში, ჩემი შვილი დარჩა ინტენსიურ კლინიკაში, ინტენსიურ განყოფილებაში. ითხოვდით ალბათ შვილთან დარჩენას. კი, რა თქმა უნდა, მაგრამ ის დღეებიც, ნახეთ, მე 4 დღე ვიყავი კლინიკაში და მეორე დღეს გადაიყვანეს ჩემი შვილი უკვე ინტენსიურში და უკვე ჩვენ ცალ-ცალკე ვიყავით, მე სამშობიაროში ვიყავი და ის ინტენსიურში. ნახეთ რა ხდება გეტყვით. აქ ცოტა იქ არის პალატები, შენ შეგიძლია როგორც მშობელს თუ რა თქმა უნდა გაქვს ამის შესაძლებლობა, აიღო პალატა, დარჩები იმ პალატას იქირავებ, ასე რომ ვთქვათ და იქნები გააჩნია კლინიკა, ალბათ ჩემ შემთხვევაში არ იყო და მე დავთანხმდებოდი. მე ამას მივხვდი და სწორედ იმიტომ ვეკითხებოდი. არა, რა თქმა უნდა, ეს არ არის როგორც ხსები, ანა, შენ შემთხვევაში იყო მეტი შესაძლებლობები გაგეტარებინათ რო ბავშვთან. გავარკვიოთ. ხო, არა, ეს არავის არ შემოუთავაზებია ჩემთვის. ის გადაიყვანეს, მე 4 დღე ვიყავი სამშობიაროში, მე გამომწერეს, ის დარჩა იქ 11 დღე იყო სამშობიეროს ინტენსიურში და მე უკვე როგორც თქვი, გადავედით უკვე სხვა კლინიკაში, რადგან მას პრობლემები ჰქონდა და უკვე მოვემზადეთ საოპერაციოდ. ქირურგიული ჩარევა ჭირდება. ალბათ ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ ყვებით უფრო ძველ ამბავს, ხატია თქვენ შვილი 8 წლის არის, უკვე 8 წლის და შეიძლება ახლა მართლა რაღაცები შეიძლება და ზუსტად ეს მინდა გავარკვიოთ თქვენი მონათხრობიდან. კი ბატონო, აი ანას უფრო რთულად იყო. კი ბატონო, ანას შემთხვევაში შაშან, ხო? 2025 წლის 2 ივლისს დაიბადა დემეტრე. ხო, უფრო მეტად გთავაზობდნენ, უფრო მეტი შეთავაზება ქონდათ, რომ ფიზიკური სიახლოვე ქონდათ შულთან. აუცილებლად. დემეტრე იყო 650 გრამი, სადღაც 2-3 კვირა იყო ალბათ გასული, პირველად რომ შემომთავაზა რეანიმაციის უფროსმა, რომ აუცილებელია ეს ბავშვის და მშობლის კონტაქტი და გამოვიყვანოთ კუეზიდან. კუეზე არის ის მოწყობილობა, სადაც ბავშვი იზრდება ამ 4 თვის განმავლობაში, ვისაც რამდენი სჭირდება და
რა თქმა უნდა, გამოვიყვანეთ, იყო ხოლმე ჩემ გულზე 40 წუთი 9 საათი, შემდეგ ისევ ბრუნდებოდა ხოლმე QS-ში და რა თქმა უნდა, შეთავაზება იყო იმისიც, რომ ამეღო იქ ნომერი, მაგრამ მე რადგან თბილისში ვცხოვრობ, არ მქონდა ამის პრობლემა, მივდიოდი ჩვეულებრივად დილას ადრე და ღამე ვბრუნდებოდი ხოლმე სახლში. რასაც ჩვენებს გერმანული პრაქტიკა. აი თქვენ ხო მოყევით, როგორ შეიძლება ეწყობოდეს ხელი მშობელს, არ ვიცი, იქაც ესე პალატა უნდა იქირაოს მშობელმა, აი რომ განგვიმარტოთ. არა, მშობელი არ ქირაობს არაფერს. მშობელს თავაზობს კლინიკა ყველაფერს. ანუ კლინიკაში თუ მშობელი, როგორც თქვი, არ აქვს ბერლინში დარჩენის საშუალება, თვითონ კლინიკა უზრუნველყოფს, ან კლინიკაშივე გვაქვს ესეთი მშობლის ოთახი, სადაც შეუძლიათ დედასამამს იყვნენ, როცა ბავშვი ძალიან ინტენსიური არის და მშობლის და ბავშვის ერთად მოთავსება ვერ ხდება. ამ შემთხვევაში ინტენსიური განყოფილების ბლოკში, ამ შემთხვევაში მშობელს იქვე ახლოს არის 4 ოთახი არის, რომელიც შეგვიძლია შევთავაზოთ. როდესაც მშობელი ჯერ სამშობიარო კლინიკაში არის, რა თქმა უნდა, იქვე არის და გაწერის შემდეგ უკვე ეს მშობლები რჩებიან ამ ოთახებში, ან თუ კვიპროსიდან, ან სხვა ქვეყნებიდან მოდიან. არის მეორე შესაძლებლობა, რომელიც აღნიშნული არის სასტუმროს ტიპის ოთახი, სადაც ასევე ხდება მშობლების განთავსება სრულიად უფასოდ, რა თქმა უნდა, ოღონდ ამას იქაური ჯანდაცვის სისტემა და დაზღვევის სისტემა ყველაფერს აფინანსებს და მესამე არის, როდესაც მშობლები ბინაზე ეწერებიან, ის როგორც თქვენ თქვით, იქვე თუ ცხოვრობენ და ბერლინში არიან, ყოველდღიურად ბინაზე გაწერის შემდეგ მოდიან და დღის ნებისმიერ მონაკვეთში, როგორც დღისით, ასევე ღამის 3 საათზე ნებისმიერ დროს შეუძლიათ მოვიდნენ და დარჩნენ მათ პატარასთან და ყველაფერი. ერთი რამ მინდა აღვნიშნოთ ასევე, რომ არც გერმანიაში, ანუ უბრალოდ რომ უფრო ნათელი გახდეს ეს საკითხი, 24 საათის განმავლობაში მშობელი ხომ არ ცხოვრობს, ანუ მე ვამბობ, როცა ინტენსიურში არის უკვე გაწერისთვის რომ ემამზადება, მაგ პერიოდში არა. მოდის მშობელი იქაც და საცხოვრებელი აქვს, მაგრამ ანუ დღის განმავლობაში რომ იქ აი 24-ში ხა თქვენ უფრო მიმიხვდებით, რას გულისხმობ, შეუძლებელია რომ აი იმ პროცესს თუნდაც манипуляციები როცა ტარდება, იმ დროს მშობელი იქ იყოს. მაგრამ ძალიან როდესაც არის სიმშვიდის პერიოდი, მშობელს შეუძლია რომ მთელი დღის განმავლობაში იყოს. სწორედ ეს ინერგება, რა თქმა უნდა, და უბრალოდ ესე არ მინდა აღიქმებოდეს რომ მშობელი კლინიკაში ცხოვრობს და ნებისმიერ დროს როგორც ოთახიდან ოთახში ესე მადლობა რომ დეტალურად აგვიხსენით. და გააჩნია კლინიკებსაც, რასაკვირველია, ყველა კლინიკას თავისი ინფრასტრუქტურა აქვს, რესურსი აქვს. ეს პრობლემა არსებობს და არის, თუმცა როგორც აი თუნდაც ამ ორი შემთხვევა რომ შევადაროთ, ეს იყო ძველ პერიოდში და არის შედარებით ახალი და ერთ-ერთი მოწინავე იყო ღუდუშაურის კლინიკა. მე იქ ჩამოვყალიბდი როგორც ექიმი და დიდი სიამაყით აღვნიშნავ ამას ყოველთვის. ერთ-ერთი მოწინავეები ვიყავით, ვინც ეს დანერგა, კენგურუ ქიარი კონკრეტულად და ბევრი სხვა რამ კიდევ და ეს აბსოლუტურად სრულყოფილად მიმდინარეობს. თუმცა ისევ და ისევ გამოწვევა და პრობლემა ბევრი არსებობს და საჭიროა თუნდაც ის რომ ჩვენ ექიმებს ბევრი რამ გრჩება სამუშაო პროცესში ყურადღების მიღმა, თუნდაც აი სენსიტიური გრძნობები, რაც მშობლებს აქვთ. შეიძლება თუ არ ხარ პაციენტის როლში, ზოგჯერ შეიძლება ეს გამოგრჩეს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი და ჩვენს კონფერენციაზეც სწორედ ბრძანდებოდა და განვიხილეთ კიდევ სხვა მშობელიც კვლავ და განვიხილეთ ეს საკითხი, უშუალო კომუნიკაცია გქონდა, რომ რას გვირჩევდით, რა გავაუმჯობესოთ, როგორც ექიმებმა, მედპერსონალმა ჩვენი მხრიდან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. განსაკუთრებულ სპეციფიურ ცოდნას ის ექთნების და ექიმები, რომლებსაც უწევთ ამ ბავშვებთან ურთიერთობა. თავანებული ვარ ღუდუშაურის კლინიკით, იმიტომ რომ ექიმებიც საოცრად პროფესიონალები არიან, რომლებიც შემოდიან შენ მდგომარეობაში, მიუხედავად იმისა, რომ მე პირველი არ ვიყავი ახლა მათთვის და ძალიან ბევრი პაციენტი ყავთ, შემოდიან შენ მდგომარეობაში, გიხსნიან ძალიან მშვიდად ექიმებიც, ექთნებიც და მე ამან მომცა რაღაცნაირად სიმშვიდე და მოლოდინი იმის, რომ აუცილებლად დადგება ის დღე, როცა მე ეს გავიყვან კლინიკით. ერთი სამედიცინო რგოლი, ასევე მშობლები ჩართული ამ საკითხში და ჩვენ დღეს ალბათ რითვისაც საუბრობთ, კიდევ ერთი მთავარი მიზეზი არის ის, რომ ადამიანები, რომელსაც შეიძლება ჯერ საერთოდ არ ეხებათ ეს თემა, არც მშობლები არიან, არც ასეთი ბავშვები ყავთ საახლობლოში, არც ექიმთა წრეს წარმოადგენენ, მათაც ჰქონდეთ ინფორმაცია, რომ ეს არის ჩვეულებრივი ამბავი, ამაზე ლაპარაკი შეიძლება, რომ ასეთი ბავშვები შემდგომში ვითარდებიან ისე, როგორც ბავშვები, რომლებიც 38 კვირაზე იბადებიან. ხო, აი რეალურად ამაზეც გვინდა დღეს საუბარი, რომ საზოგადოებაში არ იყოს ეს თემა ტაბუდადებული, ან ასეთი ბავშვებისთვის
იმისთვის შემდგომში განვითარების წლები იყოს უსაფრთხო. როგორ საუბრობენ, რა ფორმით სთავაზობენ საზოგადოებას ამ თემაზე საუბარს საინტერესო უცხოეთში და დღეს რა თქმა უნდა ჩვენც ვამჩნევთ ალბათ რომ ცნობიერებაც მეტია, ხო? არ ვიცი მე არსებობს თუ არა შემთხვევები, მაგრამ საინტერესოა საერთოდ ასეთი ბავშვები თუ დაუტოვებიათ მაგალითად სამშობიაროებში და ალბათ იქნებოდა, ხო? ადრე წლებში უფრო ასეთი შემთხვევები. კი ბატონო, დღესდღეობით იმდენად ხმამაღლა ხდება ამ თემაზე საუბარი, რომ ეს სტიგმა აღარ იყოს ნადრევი ახალშობილი. ჩვენი ორგანიზაცია მაგალითად არის ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია არის, ეს არის ნადრევი ახალშობილის მოვლის საერთაშორისო ორგანიზაცია, ქართულად რო გადმოვთარგმნდა ინიციალი არის GFCNI. ჩვენ ვართ ამ ორგანიზაციის ოფიციალური პარტნიორი და წარმომადგენელი საქართველოში და რას ნიშნავს ეს ორგანიზაცია? ამ ორგანიზაციის დამფუძნებელი ქალბატონი ზილკე მადერი გახლავთ, სწორედ მშობელი ნადრევი ახალშობილის 24 კვირის, მას ყავდათ ყუპები გოგო და ბიჭი, გოგო გარდაიცვალა, ბიჭი დღეს არის 28 წლის და არის ბერლინის ჰუმბოლდტის საუნივერსიტეტო კლინიკის დოქტორანტი. და ამ ადამიანმა ეს ორგანიზაცია დააფუძნა ზუსტად ამიტომ, რომ ხმამაღლა ისაუბრონ აბსოლუტურად ყველა ქვეყანაში ვისაუბროთ ჩვენს ნაადრევ ახალშობილებზე და ეს აღარ იყოს სტიგმა, იმიტომ რომ არის ნამდვილად ნაადრევი ახალშობილები, რომლებსაც ძალიან კარგი განვითარება აქვთ და რომლებიც ასევე ჩვენ ყავდა ჩვენი შარიტეს საუნივერსიტეტო კლინიკის ყოფილი 25 კვირის ახალშობილი, რომელიც პროფესორი ბიურერის უფროსი ექიმობის პერიოდში დაიბადა და ასევე ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტი და დოქტორანტი არის და ესეთი მაგალითები საკმაოდ ბევრი არის ყველა ქვეყანაში და ყველა ქვეყანაში ხდება უკვე ამ თემაზე საკმაოდ ხმამაღლა საუბარი, რომ ყველას მივაწვინოთ ხო რომ ნაადრევი ახალშობილი ეს არ არის სტიგმა. ეს არის უბრალოდ ბავშვი, რომელიც და არ არის განაჩერი, ეს არის ბავშვი, რომელიც დაიბადა ადრე და თუ მას ექნება ის პირობები, სადაც შეიძლება მისი განვითარება მოხდეს, ზუსტად ეს არის ნეონატოლოგიის მიზანი და არსი. ის ინვაზიური ჩარევები, რაც ადრე იყო, მაგალითად დღეს ძალიან არაინვაზიური გახდა. მაქსიმალურად ვცდილობთ მინიმალური ჩარევა, minimal handling ესეთი ტერმინი არსებობს, როდესაც მინიმალური ჩარევა ხდება და მხოლოდ ის ჩარევები, რაც ბავშვს ესაჭიროება. რა თქმა უნდა, მე არ მინდა ხამს იდეალიზება მოვახდინო და 23 კვირის ახალშობილს, როდესაც დედა არის, მაგალითად ამასაც მინდა და მეთქვა, ხა იქ როგორ არის, რო თქვით, რომ თქვენ არ ვიცოდი რა მელოდა, როგორ მელოდა და ასე შემდეგ. ძალიან კარგი იქნება აქაც დარწმუნებული ვარ, ესეც შეიძლება, იმიტომ რომ ჩვენთან მაგალითად ესე არის, როდესაც მოდის ესეთი მშობელი, რომელსაც აქვს რისკი იმის, რომ დაიბადოს ნაადრევი ახალშობილი, მეანები აუცილებლად გვირეკავენ ჩვენ ნეონატოლოგებს და გთხოვენ, რომ ჩაუტაროთ კონსულტაცია და გასაუბრება, სადაც მეც პირადად როგორც გამოცდილი ექიმი უკვე დღეს მივდივარ მშობელთან, ვესაუბრები და აბსოლუტურად ციფრების და მტკიცებულებას დაფუძნებული და ციფრების მოყვანით ამ მტკიცებულებებით ვეუბნებით მშობელს რა რისკის წინაშე დგას, იმიტომ რომ 23 კვირის ახალშობილს ძალიან დიდი რისკები აქვს ასევე გართულებების. ეს არ არის ისევ და ისევ არ უნდა იდეალიზებულად ჩავთვალოთ, თუმცა ასევე ლეტალური გამოსავლის, სიკვდილობის მაღალი რისკიც არსებობს. და ეს ყველაფერი მშობელმა უნდა იცოდეს, იმიტომ რომ არის სხვადასხვა კი ბატონო, იმიტომ რომ არის სხვადასხვა მიდგომები, იმიტომ რომ ესეც უნდა აღნიშნო, რომ 24 კვირიდან მშობელს აღარ ვეკითხებით და ყველაფერი ტარდება იქაური კანონმდებლობით, იმიტომ რომ ძალიან კარგი მაჩვენებელი აქვთ ამ ბავშვებს, რომ ყველანაირი გართულებების გარეშე და სიკვდილობის გარეშე გადაშენ და გახდნენ დიდები და იყვნენ საუნივერსიტეტო კლინიკის სტუდენტები და ასე შემდეგ. 24 კვირი, 22 გესტაციური ასაკის 22-დან 24 კვირამდე საკმაოდ მაღალი არის როგორც გართულებების, ასევე ლეტალობის რისკი, როგორც აღნიშნა და ამ შემთხვევაში უკვე მშობელმა უნდა გადაწყვიტოს. უნდა მას, რომ ჩვენ როგორც ნეონატოლოგიურმა გუნდმა ყველაფერი გავაკეთოთ და ვიბრძოლოთ ამ ასეთი პატარის გადარჩენისათვის, თუ უნდა მივიყვანოთ და გავაცილოთ ეს ბავშვი ლეტალურ გამოსავლენებს მშობელთან ერთად. ამას იწვევს. ეს საინტერესოა, მცდელობას აკლებენ და ვთქვათ, ფიქრობენ, რომ თავიდანვე ეს სტიგმების დამსახურება ხდება. არა, სტიგმა არ არის, ეს არის უბრალოდ კანონმდებლობა, რომელიც არის ან მაქსიმალური თერაპია, ან comfort care. ბოდიში ინგლისური ტერმინები, უბრალოდ ესე ქვია, comfort care ნიშნავს, რომ თუ მშობელი ამბობს, რომ იცით რა, მე არ მინდა რომ მყავდეს ბავშვი, რომელსაც იქნება თუნდაც ცერებრალური დამბლა, ან ბავშვი, რომელსაც ეს სისხლის თავის ტვინის შეჩაქცევა თუ განივითარდა, ყველა ხვდებით ალბათ, რამხელა გართულებებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. ანუ ეს არის მთელი ცხოვრების პრობლემა უკვე თუ ეს განვითარდება და ამ განვითარების რისკი დიდია. ეს ეხება 24 კვირიდან. კარგად დაგვიხსენით. დიახ, კონკრეტულად რომელი გესტაციიდან იგულისხმება 22 გესტაციური კვირი. კი ბატონო, ანუ რაც ვახსენე, რომ გესტაციური ასაკი, რასაც ვამბობთ 22 + 0-დან 23 + 6
მსახიობსი გესტაციური ასაკი და 400 გრამზე ქვევით ახალშობილი. აი ამ შუალედში გულისხმება. ეს არის ნაცრისფერი ზონა. ან მშობელს აღარ ეკითხებიან. შეიძლება ისე აუხსნათ, რომ მაყურებელმა გაიგოს, რას გულისხმობთ 22 და მე 23 + 6. რას გესტაციური ასაკი საქართველოში მე როგორც ვიცი, უფრო თვეების მიხედვით არის, ხო? გამოცდილება 3 კვირა რა. მშობიარ, ეს არის მშობიარობის კვირები. მშობიარობის პირველი კვირა, მეორე კვირა, მესამე კვირა, მეოთხე კვირა და ანუ მშობიარობის 20 კვირა, მშობიარობის 22, ანუ გესტაციური ასაკი ქვია, ამაზე ორსულობის მე ბადა. 23 + 6 მინდა რომ აუხსნათ. 6 დღე, ანუ 23-ენ 5 თვე და 6 დღე. ეგ არის 23 კვირა + 6 დღე. და რაც შეეხება რატო თქვი მე არ ვიყავი ამ ყველაფრისთვის მზად, მე 5 თვის განმავლობაში რაღაც პატარ-პატარა გართულებები შეიძლება იყო, მაგრამ არ გქონდა ის მოლოდინი, რომ მე შეიძლება დამეწყოს ნაადრევი მშობიარობა და ისე უცებ განვითარდა ეს პროცესები, დღე ნახევარში მოხდა მშობიარობის დაწყება და ამიტომ არ მქონდა ინფორმაცია, თორე რა თქმა უნდა, ღუდუშაურის ექიმები შემოდიოდნენ, მაწვდნენ ინფორმაციას, რომ მერე უკვე. რა თქმა უნდა. იქამდე მე სხვა კლინიკაში მკურნალობდი ღუდუშაურის. საერთოდ არ ვიცოდი რომ ყველაფერი მიდიოდა ისე როგორც უნდა ყოფილიყო. ამიტომ არ მქონდა ინფორმაცია, თორე რო ყოფილიყო იმის რისკები, მე ჩემი მიანისგან მიმიღო ინფორმაცია, რომ შესაძლებელია რაღაც საფრთხის წინაშე ვიდგე, რა თქმა უნდა მოვიკვლევდი ამ ყველაფერს, მაგრამ არ ვიცოდი. ეს იყო შარშა, რასაც იხსენებ ანა შენ. 8 წლის წინ აი როდის გაიგეთ პირველი ინფორმაცია? ის რაც თქვენი მომავალი სიმშვიდისთვის იყო მნიშვნელოვანი, რომ ნაადრევი მშობიარობა არ მქონია 38 კვირაზე გავიკეთე საკეისრო. და მიდიოდა ყველაფერი ისე როგორც უნდა ყოფილიყო რეალურად, მაგრამ ტრავმა მოხდა მშობიარობის დროს, ხო? თუ მანამდე უნდა დავაზუსტოთ, რომ ამ შემთხვევაში მუცლად ყოფნის პერიოდში არსებობს გარკვეული დიაგნოზები, რასაც არის გარკვეული, რასაც შეგვიძლია ანტენატალურად ან ორსულობის პერიოდში მოვახდინოთ დიაგნოსტირება, მაგრამ არსებობს რაღაც დაავადებები, რომლის დიაგნოსტირებაც ვერ ხდება და უკვე მშობიარობის და დაბადების შემდგომ და ეს შემთხვევა არის ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რომ წინასწარ ხო, როცა უშუალობა მიმდინარეობს და მე უნდა მოხდეს ამის დიაგნოსტირება, ამ შემთხვევაში ცოტა რთულია. მე ვამბობ წინასწარ ინფორმირებულობას, თუმცა შეგაწყვეტინეთ ხა კონკრეტულად, მაგრამ სწორედ ამისთვის არსებობს მშობელთა სკოლა. რისი პრეცედენტიც ჩვენს ორგანიზაციას აქვს, რომ სწორედ ამიტომ აღვნიშნე, რომ მულტიდისციპლინურად უნდა მივუდგეთ ამ საკითხს, რომ როცა მშობელი დადის მშობელთა სკოლაში, წყვილები აქ არა მხოლოდ დედა, მამაც უნდა იყოს, რა თქმა უნდა, იმ პერიოდში იღებს და ჩვენი ორგანიზაცია ამაზე ზრუნავს, რომ ჩვენ ჩავატარეთ და გქონდა გასულ წელს სწორედ ამის პრეცედენტი და ვაწოდებთ ინფორმაციას არა მარტო დროული ბავშვის მოვლაზე, ასევე ნაადრევად დაბადებულ ახალშობილზე, რომ ეს არ იყოს მერე უფრო მეტად სტრესული. და ამიტომ არის წინასწარ ყველა ორსულმა უნდა გაიაროს მშობელთა სკოლა და ამის შეთავაზება დღესდღეობით უკვე თითქმის ყველა სამშობიარო სახლს აქვს. ხელმისაწვდომია ნამდვილად ონლაინ პლატფორმებიც, მაგრამ უფრო მეტად ჯობია რა თქმა უნდა რომ პროფესიონალებისგან მიიღონ ეს ინფორმაცია და არა ესე ინტერნეტში, რაც რა თქმა უნდა ძალიან ბევრი ინფორმაციას, მაგრამ უფრო მეტად მოდიში დავამატებ, ამ ეს რატო იყო უფრო განსაკუთრებული ეს ჩემი აზრითაც მეც როგორც ასევე ნეონატოლოგი, აქ იყო არა მხოლოდ ნეონატოლოგების ინფორმაციის მიწოდება, არამედ აქ იყო ჩართული იყო მიანი, ნეონატოლოგი, ფსიქოლოგი, ჩვენ შემთხვევაში მულტიდისციპლინური იყო, ანუ მხოლოდ პედიატრი და გინეკოლოგი არსაუბრობს ჩვენს მიერ ჩატარებულ და ორგანიზებულ მშობელთა სკოლაზე. ჩვენ კიდევ სხვა გუნდი ყავს, რა თქმა უნდა, მხოლოდ მე და ნინო არ მოვიაზრებით მშობელთა სკოლაში და აქ საუბრობდით როგორც ნეონატოლოგი, ასევე პედიატრი, ფსიქოლოგი, გენეტიკოსი. ნამდვილად არის, და შეიძლება ჯერ არც აქვს იმის მოლოდინი, რომ ჩვენ მოვიარეთ რეგიონებიც. არ გქონდა მხოლოდ თბილისში, რეგიონებიც, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, რომ თბილისში შედარებით კიდევ უკეთესი სიტუაცია, რეგიონებიც მოვიარეთ. ჩვენ ეს პროექტი ჩავატარეთ ფონდი სოლიდარობა განათლებისთვის ამ ორგანიზაციასთან, რომ ჩვენი მეგობრები არიან და კოლაბორაციას ვახდენთ და მოვიარეთ რეგიონებიც, რომ ეს ინფორმაცია მისულიყო აბსოლუტურად ყველა მშობელთან და არ ყოფილიყო ლოკალურად მხოლოდ თბილისი. აქტივობა იყო საკმაოდ კარგი და სურვილებიც დღემდე გვწერენ, რომ იქნებ კიდე ჩატარდეს, იმიტომ რომ როგორც ნინომ აღნიშნა, ეს იყო მულტიდისციპლინური, ანუ არ საუბრობდა მხოლოდ
გინეკოლოგი და მხოლოდ ნეონატოლოგი. ჩვენ ვეხებოდით როგორც დროულ ახალშობილს და მოვლას, ასევე ნაადრევად დაბადებულობის შემთხვევაში კონკრეტულად მე ვსაუბრობდი რისი მოლოდინი შეიძლება ყოფილიყო, ასევე გენეტიკური კუთხით რისი მოლოდინი, როგორ მოვახდინოთ პრევენცია და ეს არის ძალიან კარგი, რა თქმა უნდა. ამიტომ შესაძლებლობები უნდა გამოიყენონ. შესაბამისი მკურნალობით, პროფესიონალიზმით, მშობლის და ეს ერთი გუნდი აქვს საუბრობთ ექიმი, მშობელი, ექთანი მათ შორის და თუნდაც ის საზოგადოება, რომლებიც ამ ადამიანების გარშემო არიან, ხო, ამ პერიოდის განმავლობაში საერთოდ ძალისხმევით რეალურ შედეგებზე გადიან ადამიანები და ცოცხალი მაგალითია დღეს ხატიას შვილი 8 წლის არის, ხო, როგორც თქვით და როგორც ვიცი, სრულად ჯანმრთელი და ამ პერიოდმა გამოიღო შედეგი ის, რომ მან გაატარა რეანიმაციაში საკმაოდ დიდი ხანი მას შემდეგ რაც დაიბადა. კი, დღეს არის 8 წლის, დადის სკოლაში, არის ძალიან მაგარი ბიჭი. ჩვენ ძალიან დიდი გზა გამოვიარეთ, დაგვჭირდა რამოდენიმე ოპერაცია და დღეს სრულიად ჯანმრთელი არის. ჩემი გადმოსახედიდან ესე ვფიქრობ და ექიმებიც მეთანხმებიან. ჩვეულებრივი ბავშვია, არის ძალიან კარგად და მე ვურჩევ ერთს მინდა უთხრა მშობლებს, თუ მომწონთ ამ საშუალებას, ვინც უნდათ დღეს უყურებს, ვინც შეიძლება ხვალ ჩემი გზა გამოიაროს, ნუ დაკარგავენ იმედს. ბრძოლა აუცილებლად კარგ შედეგამდე მიიყვანთ. ნამდვილად. და მეტი ინფორმირებულობა მე როგორც ექიმი გირჩევთ ყველა მშობელს, რომ აუცილებლად დასვათ კითხვები. არის ზოგჯერ რომ ეშინიათ, ერიდებათ, ჩვენ ძალიან გადატვირთული რეჟიმი გვაქვს ზოგადად ეს თავს არ ვახვევთ, ყველა დატვირთულები ვართ, რა თქმა უნდა, მაგრამ უნდა დასვათ, ეს არის თქვენი უფლება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შეიძლება იმ სამუშაო პროცესში ჩვენ რაღაც გამოგვრჩეს, ვერ შევამჩნიოთ ის ემოცია, ამიტომ მაქსიმალურად იკომუნიკაციათ მედპერსონალთან დამერწმუნეთ განსაკუთრებით ვინც მე ცოტა სუბიექტური შეიძლება ვიყო პედიატრიასა და ნეონატოლოგიის ამ დარგის მიმართ, იმიტომ რომ ჩემი სპეციალობაა, მაგრამ უნდა დასვათ ეს კითხვები, იმიტომ რომ დამერწმუნეთ არც ერთი ექიმი ამაზე უარს არ გეტყვით. დღესდღეობით ყოველ შემთხვევაში, იმიტომ რომ იცვლება ცნობიერება, ჩვენც ვითარდებით, ჩვენც წინ მივდივართ, ამიტომ მაქსიმალურად კომუნიკაცია მოახდინეთ მშობლებმა. აუცილებლად რომ ეს ინფორმაცია გქონდეთ სრულად, რომ თქვენ არ იყოთ სტრესულ გარემოში, თუნდაც ღამის განმავლობაში, როცა რჩებით მარტო. ეს ურთულესია, იმიტომ რომ აუცილებლად ვისაც პაციენტის როლში ვყოფილვართ ყველა, ჩვენც ექიმებიც და ეს არის ძალიან რთული და სტრესული. ერთ ვიტყვი და დავასრულოთ. ძალიან მნიშვნელოვანი არის კითხვების დასმა, რომ მეტი ინფორმაცია, იმდენი სხვა ინფორმაცია მაქვს მიღებული და შემიძლია ძალიან ბევრ მშობელს გავუზიარო. და ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობლის განწყობას. ნამდვილად. იმიტომ რომ ამ განწყობას ჩვენი პატარები აუცილებლად გრძნობენ. მიუხედავად იმისა, რომ მე მქონდა ძალიან მძიმე მდგომარეობა, ბავშვს მქონდა ძალიან მძიმე მდგომარეობა, ერთი წუთითაც კი არ დამიკარგავს იმედი, რომ ყველაფერი კარგად არ იქნება და ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ფაქტის სახეზია. ფაქტის სახეზია. ორივე შემთხვევაში შესანიშნავი შედეგი გვაქვს. ძალიან დიდი მადლობა.